დაინერგება ახალი მოდელის საგზაო ინფრასტრუქტურის მოსავლელად განსაკუთრებული აქცენტი სტიქიური უბედურებების დროს მოსალოდნელი ზიანისგან დაცვაზე კეთდება. ახალი სისტემა ითვალისწინებს გზების მართვას, მონიტორინგს, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, კონტროლს, ასევე საგზაო მონაკვეთების დასუფთავებას და საფრთხის შემცველი ზონების მეთვალყურეობას. მიზანი ახლად დაგებული გზების ამორტიზების პრევენცია და ხშირი სარეაბილიტაციო სამუშაოების თავიდან აცილება. შეიქმნა სპეციალური კომპანია, რომელიც ყველა მიმართულებას თანამედროვე აპარატურითა და ტექნიკით გააკონტროლებს. პირველ ეტაპზე შესაბამისი სამუშაოები გორიარგვეთას მონაკვეთზე ჩატარდება, რის შემდეგაც პროექტი დიდი ალბათობით უკვე მთელ ქვეყანას მოიცავს. ახალი კომპანია სავარაუდოდ 2027 წლიდან დაიწყებს მუშაობას. სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის. მთავრობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით პარლამენტს საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უკვე წარუდგინა. ახალი საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ახალი სისტემის დანერგვისთვის ახალ საფუძველს ქმნის. უფრო ზუსტად შეიქმნება კომპანია, რომელიც პასუხისმგებელი იქნება გზების, გვირაბების, ხიდებისა და სხვა ინფრასტრუქტურული აქტივების მუდმივ მონიტორინგზე. პრევენციულ მოვლასა და მათი სასიცოცხლო ციკლის განხანგრძლივებაზე. თავდაპირველად სისტემა ყველაზე რთული მონაკვეთის გორიარგვეთის 105 კილომეტრიან მონაკვეთზე დაინერგება. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ახალი ოპერატორი ორიენტირებული იქნება მხოლოდ გზების მოვლა-შენახვასა და მართვაზე. მას არ გადაეცემა მშენებლობის, პროექტირების ან ტექნიკური ზედამხედველობის ფუნქციები. უნდა ითქვას, რომ გზების მოვლა-შენახვა არ არის მხოლოდ წარმოქმნილი ორმოული დამუშავება, ასე ვთქვათ, გზის. აქ იგულისხმება დასუფთავებიდან დაწყებული განათების სისტემების გამართულად მუშაობა, როგორც აღნიშნე, ძალიან ბევრი გვირაბი გვაქვს და გვირაბებში უსაფრთხოების ნორმების დაცვა და ამის უზრუნველყოფა, მათ შორის იმ ფერდებზე, რომელიც იცით, რომ საინჟინრო კუთხით არის გამაგრებული, ყოველდღიური მონიტორინგი ამ ფერდების და რისკების დაზღვევა, ეს ყველაფერი იქნება ამ კომპანიის ფუნქცია. შესაბამისი უწყებების ცნობით, ბოლო წლებში საქართველოში მილიარდობით ლარის ინვესტიციით შეიქმნა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, ავტომაგისტრალები, გვირაბები, ხიდები, ფერდდაცვითი სისტემები და სხვა საინჟინრო ნაგებობები, რომლებიც ექსპლუატაციისა და მართვის თანამედროვე სტანდარტებს საჭიროებენ და ამას კერძო კომპანიები ვერ უზრუნველყოფენ. რეფორმის მთავარი მიზანია სახელმწიფოს გადასვლა რეაგირების მოდელიდან მართვის მოდელზე. საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებამდე ვიდრე მოხდებოდა იმის განსაზღვრა, რომ სახელმწიფო შპს შეიქმნებოდა გზის გარკვეული მონაკვეთების მოვლა-შენახვის მიზნით, მოხდა გარკვეული კვლევის ჩატარება, მოკვლეული იქნა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პრაქტიკა ავტომობილო გზების მოვლა-შენახვის კუთხით და ამ შემთხვევაში იდენტიფიცირდა, რომ ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გერმანია, ხორვატია, ნიდერლანდები, ესპანეთი სახელმწიფო შპს უზრუნველყოფს ავტომობილო გზების მოვლა-შენახვას და აქ მნიშვნელოვანი ხაზი გაუსვათ, რომ მთავარი მაგისტრალების მოვლა-შენახვას. ერთი არის კარგი გზის დაგება, ხშირად გინახავთ, რომ ზამთრის მერე გზები არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს ძალიან ხშირად დიდწილად გამოწვეულია იმით, რომ ზამთრის პერიოდში მათ შორის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ყოველგვარი ნორმების დარღვევით, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გამოვასწოროთ. პრემიერ-მინისტრი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს სტიქიური პროცესების მართვაზე. ირაკლი კობახიძის განმარტებით კომპანიის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება სპეცტექნიკით, შესაბამის უწყებებს მისცემს შესაძლებლობას ეფექტურად და სწრაფად გაუმკლავდნენ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს. სერიოზული შენიშვნები იყო ხარისხთან დაკავშირებით, როდესაც კონკრეტული კერძო კომპანიები აწარმოებდნენ შესაბამის სამუშაოებს, ჩვენ გვინდა შევქმნათ ახალი რესურსი სახელმწიფო კომპანიის სახით, რომელიც ხარისხსაც უზრუნველყოფს. ეს არის ერთი ამოცანა და მას ექნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი გვერდითი ეფექტი. ჩვენ გვჭირდება ხოლმე სპეცტექნიკის მობილიზება, რესურსების მობილიზება სტიქიური მოვლენების დროს და ამ კომპანიის შექმნა თავის სპეცტექნიკით, რა თქმა უნდა, მოგცემს იმის საშუალებას, რომ ჩვენ ეფექტურად და სწრაფად გაუმკლავდეთ სტიქიასთან დაკავშირებულ მოვლენებს ასეთის არსებობის შემთხვევაში. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 63 მილიონი ლარის საწყისი კაპიტალური ინვესტიცია თანამედროვე ტექნიკის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური სისტემების შესაქმნელად. ასევე დაგეგმილია 119 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკის შეძენა, რომელიც შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და მობილიზებული იქნება სტიქიის შემთხვევებშიც.